დიახაც ღმერთი არავის უხილავს, ამიტომ შესაბამისად სიცოცხლეს არავის უხილავს. ეს ინტუიცია გვაქვს, იმიტომ რომ მისი ხატი და მსგავსი ვარ და ვესწრაფი და ვერ პოულობთ და სანამ ღმერთს არ ვიხილავთ, სანამ ღმერთთან კავშირი არ გვექნება, ვერც სიცოცხლეს ვიხირავ და არც გვექნება ჩვენ ნამდვილი სიცოცხლე და ჩვენი ეს მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი დარჩება. რატომ არის, რომ წმინდა მამები რატო ამბობენ, რომ თუ აქ ქრისტიანი არ იქენი, ანუ თუ აქ შენ ქრისტეს არ შეხვდი, ვერც პარადისობაში შეხვდები, აქ თუ არ შეხვდი, ეს რას ნიშნავს? შენ აქედან რომ გაღდიხარ ამ ქვეყნიდან გარდაცვალებით, შენ უნდა სიცოცხლეში გადახვიდე. ჩემი მორწმუნე არ მოკვდება ეს გარდაიცვალება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. შენ უნდა სიცოცხლეში გადახვიდე, სიცოცხლეში უნდა გადახვიდე და როგორ გადახვალ სიცოცხლეში, თუ ამ სიცოცხლეს შენ აქვე არ იცნობ. კავშირი არა გაქვს, ის ცოცხალია, ის ცოცხალია. ღმერთია, ცოცხალია. ამიტომ იმისათვის რომ ჩვენ ცოცხლები ვიყოთ და ჩვენში რომ სიცოცხლე მიზეიმოს, მართლა ბედნიერება იყოს ჩვენი ამ ქვეყანაზე მოვლინება და მართლა სასიხარულო და პერსპექტიულის და დიდებულის, სანამ ცოცხლები ვართ ხორცში, ჩვენი არჩევანი უნდა გავაკეთოთ, ღმერთი გავიცნოთ და ღმერთთან ურთიერთობაში მოვიპოვოთ სიცოცხლე, იმიტომ რომ ღმერთია სიცოცხლე და სხვა სიცოცხლე არ არსებობს.